ყველას მოგესალმებით. დღეს ნატალის ვუმზადებ კარტოფილს მექსიკურად. მოკლედ, როგორც ხედავთ, დავჭერი კარტოფილი, მოვაყარე პაპრიკა, ასევე სპეციალური მექსიკური კარტოფილის სუნელები, ცოტა ზეთი დავასხი და გადავურიე ერთმანეთში ეს ყველაფერი და შემდეგ ჩემი აეროგრილი დავაყენე 200 გრადუსზე და 22 წუთზე რომ ჯერ კარგად გახურდეს და მერე ჩავამატე ჩვენი კარტოფილები და გამოვიდა ესეთი უგემრიელესი სადილი და ასევე მოვამზადე სპეციალური სოუსი კეჩუპით, არაჟნით, მაიონეზით, ნივრით და სუნელებით. ეს კი ის დესერტია გუში რომ გითხარით და მე მგონი არასდროს აღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან გემრიელია და ვერ ჩერდები. დღეს ბევრი არაფერი გადამიღია, იმიტომ რომ მთელი დღე სახლში ვარ, დიდად არაფერი მომიმზადებია. თუ არ ჩავთვლით მექსიკურ კარტოფილს, ეგ კი შევწვი. და გუშინდელი დესერტი მივირთვი, როგორც ნახეთ, ძალიან გემრიელი გამოვიდა, გემრიელესი, მე რა თქმა უნდა ცოტა დამაკალდა, მაინც ბისკვიტი კაი იქნება და ტორტი გამეკეთებინა, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელი გამოვიდა. ყავასთან ერთად არის რაღაც საოცრება და მოკლედ სხვა დროს ვფიქრობ ტორტსაც შევეჭიდები და ტორტსაც გავაკეთებ სრულფასოვანს, ჯერ მოვსინჯე კრემი და შვენივრად კარგად გამომივიდა. ხო და მოკლედ რადგანაც ბავშვებს არ უნდათ აღარ დავიწყე რომ გინდა თუ არა გავაკეთებ თქო. ჩემი ახალი სათვალე უნდა გაჩვენოთ. აი ესეთი სათვალე შევუკვეთე, ეს არის მხედველობის და ამავდროულად როგორც ხედავთ, მზის ძალიან მინდოდა ესეთი, იმიტომ რომ მზეში კარგია, რომ ანუ ჩვეულებრივ სათვალეს რო ვიკეთებ, მზის სათვალეს მაინც კარგად ვერ ვხედავ, იმიტომ რომ მინუსი მაქვს და ჭირდებოდა ესეთი სათვალე და არ ვიცოდი თუ აკეთებდნენ და რო ვიკითხე, თურმე აკეთებენ მშვენივრად. აი ესეთ შეფერილობას უკეთებენ. ძალიან კარგად ვხედავ ეხლა, ეს ფორმა ძალიან მომწონს. აბა სიტყვით მიხდება? მე ვფიქრობ, რომ მიხდება ეს ლისიჩკა ტიპის ფორმა. ძალიან დიდი ხანი ვარჩევდი და ბოლოს ეს ავარჩიე. ესეთი ძალიან სადა, უბრალო სათვალე არის მზეზე. რომ ვიქნები, რომ გამომადგეს, ახლა ზაფხული მოდის და სულ დამჭირდება ეს სათვალე, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ მექნება ჩემი სპეციალური სათვალე, რომელიც მომცემ საშუალებას, რომ შორს კარგად დავინახო, იმიტომ რომ სამწუხაროდ შორს ცოტა უკვე იბლარება ყველაფერი ჩემთვის და ესე მკვეთრი ხედვა არ მაქვს და მჭირდება ხოლმე ჩემი სათვალების კოლექცია გაჩვენოთ. ზუსტად ეგეთი სტილის სათვალე ხომ აქვს აი ეს. ეს არის ჩვეულებრივი. ესეც ლისიჩკას ტიპის, ოღონდ ეს უფრო დიდი არის რაღაცნაირი, ის ცოტა პატარაა და აი ეს სათვალეც მაქვს ცოტა განსხვავებული. არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრათ, ეს მიხდება თუ არა, თქვენც შეგიძლიათ დამიწეროთ, რომელი უფრო მიხდება, იმიტომ რომ ბავშვების მეუბნებიან, რომ ეს ძალიან გიხდებაო, ეს მოსწონთ ძალიან. და მე მგონია, რომ ლისიჩკა უფრო მიხდება, მაგრამ ეს არის ძალიან ისეთი მკაცრი, ესეთი შავი აპრავა რომ აქვს, ცოტა ისეთი მკაცრი არის და ვფიქრობ მომავალში კიდე შევუკვეთო. უბრალოდ ვიყიდო და დავამზადებინო ესეთი სათვალე, აი აქ რო იყოს ცოტა ესეთი რა რბილი, ან აი თლად რო არ ეტყობა ხოლმე. ესეთი სათვალე მინდა, ჩვეულებრივი რა მხედველობის. მოკლედ მინდა რომ ექსპერიმენტები ჩავატარო, ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე. ნუ ლისიჩკა ვფიქრობ რომ მიხდება, მაგრამ ვფიქრობ სხვა რაღაცეებით შეიძლება ვცადო და მინდა რომ ჩემი იდეალური ფორმის სათვალე
აღმოვაჩინო და ეხლა მოკლედ ძიებაში ვარ. ასევე გავარკვიე, რომ არსებობს ქამელეონის სათვალე. ეს ალბათ გეცოდინება ვინც სათვალეს ხმარობთ, მაგრამ მე ხარ რაღაცები გავარკვიე ჩემთვის, რომ ეს ქამელეონის სათვალე მზეზე მუქი არის და როცა შენობაში შედიხარ, მაშინ ღიავდება და ეგეც ძალიან კარგი არის. ეგეც უნდა ვცადო მე მაგასაც გამოვიწერ მომავალში. ეგ მინდა. მაგრამ ამ სათვალეს მაინც მოვუნახე პატარა დეფექტი. როგორც ხედავთ, აი აქ აქვს ესეთი პატარა დეფექტი. არ ვიცი ეს რა არის და რატომ არის. და მე ზოგადად არ ვამჩნევ ხოლმე ესეთ რაღაცებს, ესეთ პატარა დეტალებს, მაგრამ როგორც ჩანს ეს მაინც შესამჩნევი არის და ეს არ მომეწონა და არ მესიამოვნა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ახალი რო არის, გინდა რომ ყველაფერი იდეალურად გქონდეს. მაგრამ აი ესეთი გამომატანეს, ლაშა მომიტანა და ამიტომ ადგილზე როგორც ჩანს არ შეუმჩნევია. არ ვიცი, ეთყვა კარგად ვერ გადააკრეს თუ ეს მოძრა თუ რა არის, არ ვიცი. კიდე გუშინ მინდოდა მეყიდა ისეთი სათვალე, რომელსაც ანუ ჩვეულებრივი არის, მაგრამ ზემოდან ესეთი მაგნიტებზე ემაგრება მუქი მინა თუ რაღაცა, არ ვიცი, მოკლედ რომ გახდეს მზის სათვალე რა, ესეთი რაღაცნაირი ტრანსფორმერი სათვალე არის და მინდოდა ეგ სათვალე, მაგრამ არ მომიხდა. არჩევანი არ იყო, დიდი მაღაზიაში მე სადაც ვიყავი და რომ რაც იყო ის არ მომიხდა და ამიტომ აღარ ვიყიდე. ვფიქრობ, მაგრამ მითხრეს, რომ შემოვიდან თუ სხვა მოდელებსაც და ნახოთ აბა მე კიდე ერთხელ გავისეირნებ მაგ მაღაზიაში და თუ მომიხდება ფორმა, აუცილებლად ეგეთიც მინდა რომ ვიყიდო, ძალიან კომფორტულია ვფიქრობ. ანუ მაგალითად მზის სათვალე გეკეთება და როცა მზე ჩავა და აღარ დაგჭირდება, მე მოიხსნი იმ შავ მინას, ასე ვთქვათ. მე პრინციპში მე შენობაში დიდად ხა სახლში არ მჭირდება, უფრო მჭირდება გარეთ ხოლმე, როცა სივრცე არის და მჭირდება რომ ცოტა კარგად დავინახო შორს. ასე რომ ესეთი ამბები მოგიყევით ცოტა ჩემს მხედველობასთან დაკავშირებით. ხო, კიდე მომწერეთ, იზამ მომწერა, რომ მაკიაჟის ვიდეოს ელოდებით. მეც ძალიან მინდა, რომ დროზე გადავიყო მაკიაჟის ვიდეო, მაგრამ ჯერ აი თვალის გამო თუ მომჩნევთ, დიდი ხანია არ გამიკეთებია არაფერი თვალზე, იმიტომ რომ მეშინია რამე ისევ არ გამიღიზიანდეს. ველოდები რომ გამიაროს ბოლომდე. თვალი მქონდა მოკლედ გაღიზიანებული და წვეთებს და მალამოებს ვიყენებ და ვფიქრობ როგორც კი გამივლის მე ნელ-ნელა შევაპარებ უკვე მაკიაჟს. ეხლა ეს დღეები არაფერს არ ვისვამ თვალებზე და უკვე მეც მომენატრა. ასევე მინდა რომ unboxing-ი გავაკეთო ჩემი კატრისის ბოქსის თუ კალენდრის, რომელიც არ გამიკეთებია და თავის დროს ელოდება. ამ დღეებში ალბათ უკვე გავხსნი და გავაკეთებ და მე მაკიაჟის ვიდეოსაც გადავიღებ აუცილებლად. მოკლედ ესეთი ამბები, ეხლა ველოდები რომ მზე გადავიდეს და ვაპირებ სავარჯიშოდ წასვლას და რა ვიცი, ალბათ თქვენც წაგიყვანთ. მოკლედ შევასრულე ჩემი გეგმა. გადავამეტე კიდეც. იმიტომ რომ ლაშა ვარჯიშობს ტრენაჟერებზე. მე კიდე სიარული მირჩევი, ამიტომ ცოტა ხანი გავიყავით. სანამ ლაშა ვარჯიშობს, მე ისე ვიბლი და დავამატებ კიდე ნაბიჯებს, იმიტომ რომ ის დესერტი ძალიან გემრიელი გამოდგა და მოკლედ დასაკლები არის.
ის კალორიები, რომლებიც შემიმატა. და კაია, რომ უფრო მეტს ვიბლი. ამასობაში დაღამდა. ეხლა ერთი სული მაქვს, დროზე მივიდე უკვე სახლში და მე და ბავშვობა ჩავთვით სერიალი, რომელიც დავიწყეთ. აბა რამდენი მაქვს? რა გითხარი? არა, არ მინახე. მოკლედ ხო, სადღაც დღეს რეკორდი მოგხსენი მე უკვე. ეხლა ვნახავ ზუსტად რამდენია. 12,000 მაქვს მე მგონი. ეს ძალიან ბევრი ვიარე. დავიღალე ძალიან. Простите, Вера, когда просила моей сестры за внука. Поэтому тебе тоже пощады не будет. И с тобой не буду договариваться.